რატომ ვერ შორდებით და რატომ ვერ უშვებთ თქვენს ჩაფიქრებულ ადამიანს თქვენი ცხოვრებიდან? დღეს გაშლა ცოტა ტოქსიკურ და რთულ ურთიერთობებზე გვექნება. იფიქრეთ საკუთარ თავზე და თქვენს ჩაფიქრებულზე, ვისაც ახლა გინდათ რომ გაიგოთ რა არის მიზეზი, რომ ვერ შორდებით, ჯერ ნახავ ზოგადად რა ენერგიებში მყოფებით ახლა ამჟამად. მოკლედ დავიწყებ ეხანდელი ურთიერთობის აღწერით და სიტუაციით და ნელ-ნელა მერე მივყვეთ და თუ რეზონირდა თქვენზე, შეგიძლიათ გააგრძელოთ თუ არა და შეგიძლიათ გასკროლოთ. მოკლედ ამჟამინდელ ურთიერთობას რაც შეეხება ახლა თქვენი პარტნიორის. აქ ურთიერთობა ცოტა ზედაპირულია და ერთ-ერთი მხარე არის ძალიან ეგოისტი, ძალიან მეთავისე და მთლიანად ფიქრობს საკუთარ თავზე, საკუთარ ეგოზე, თავის გადმოსახედიდან აზროვნებს. ცოტა ბავშვური და ჩამოუყალიბებელი ენერგიებია, პასუხისმგებლობების არიდების მომენტია, შეიძლება იყოს ურთიერთობა ცოტა თავისუფალი წასვლა-მოსვლების მომენტები, არასტაბილური მდგომარეობა. ვიტყოდი, რომ არის გარკვეული პოზიტიური მომენტებიც ამ ურთიერთობაში, შეიძლება ეს თქვენ ან თქვენი პარტნიორი ერთმანეთს ათბობდეთ, რაღაც გულს გითბობდეთ, თქვენ ძალიან ბევრი ენერგიას დებდეთ, ძალიან გახსნილები იყოთ, რაღაცა სითბოს მომენტებიც არის, მაგრამ თან გვდევს აქ ძალიან ბევრი ჭარბი დოზით ეგოიზმი, ბავშვურობა, პასუხისმგებლობების ნაკლებობა და ვიტყოდი, რომ ურთიერთობამ თითქოს ამ ეტაპზე განვითარების მაქსიმუმს უკვე მიაღწია, უკვე ჩამოყალიბდა და ამის იქით თითქმის აღარ არის რესურსი. რაღაც მომენტში რესურსი თითქმის ამოწურულია ურთიერთობისა. ურთიერთობა ძალიან ნელი, გაჩერებული, დაპაუზებული ერთ ადგილას, ცოტა მოუქნელი ენერგიებში. ბევრ რესურსს დებთ შეიძლება თქვენ, ვინც მიყურებთ ახლა ურთიერთობაში, ან ჩადეთ თავის დროზე ამ ურთიერთობაში რესურსი და ეს ჩადებული რესურსის დაკარგვა გენანებათ. ახლა რაც შეეხება სულ თქვენს სიტუაციას და თქვენს სუბიექტურ აღქმას ურთიერთობაში პარტნიორთან, თქვენ საკმაოდ ჩაკეტილები ხართ რეალურად ამ ურთიერთობაში, რაღაცა გულის, შეიძლება ძალიან ბევრი გულის ტკენა ნახეთ ამ ურთიერთობაში, ან წარსულშიც გქონდათ ძალიან დიდი გულის ტკენები და აქ უკვე როგორ ხართ იცით, აღარ გინდათ გულის გახსნა, აღარ გინდათ ემოციების ჩვენება. გირჩევნიათ იყოთ პარტნიორს გული აღარ გაჩვენოთ, იმიტომ რომ ძალიან არ დაიტანჯოთ, იმიტომ რომ შეგეშინიათ ტკივილი არ მიიღოთ ისევ და ისევ. არის ეს მომენტი თქვენი მხრიდან, მაგრამ თქვენ მაინც გაქვთ ამ ადამიანის მათთან, რაც არ უნდა ჩაკეტოთ თქვენი ენერგიები, რაც არ უნდა დახუროთ. ესე იგი, თუ გამოსვენება დამიკარგა. თქვენ რაც არ უნდა გული ჩაკეტოთ, აქ მაინც გაქვთ ემოციები და გრძნობები და მაინც რაღაცნაირად ინიციატივას ცეთ. შეიძლება ხართ ძალიან მოწყვლადები ემოციური თვალსაზრისით, ძალიან როგორ გითხრათ, პარტნიორის განწყობებზე ხართ ძალიან დამოკიდებულები. თქვენს პარტნიორს რაც შეეხება, აქ ხედავ მესამე პირებს. ძალიან ბევრი და ძალიან დიდი დოზი. თქვენ პარტნიორი რეალურად ამ ურთიერთობაში მაქსიმუმზეა განვითარების, ან ამაზე მეტის მოცემა, რაც მოგცათ და რაც გაქვთ, ამ ეტაპზე თქვენ პარტნიორს არ შეუძლია აქ ადამიანის ძახის რომ მორჩა, მე ეს შემიძლია და ეს არის. საკმაოდ პასიური ენერგიები აქვს თქვენ პარტნიორს, არ არის ძალიან ინიციატივიანი, აქტიური. ვიტყოდი, რომ სტაბილურობის დარღვევის შიში აქვს აქ ადამიანს და არც აქვს სურვილი რომ სტაბილურობა დაარღვევს. თუ დაპაუზებულია მაგალითად არ უნდა კონტაქტზე გამოსვლა. თუ თქვათ ურთიერთობა ჩიხშია, არ უნდა ამ ჩიხის მოგვარება. არაფერს არ აკეთებს იმისთვის, რომ ჩიხიდან გავიდეს სიტუაცია. აქ პარტნიორის მხრიდან ჩანს ტყუილები, დაფარულობები, საიდუმლოებები ძალიან ბევრი. შეიძლება ჩუმჩუმად გაკვირდებოდეთ. შეიძლება ზურგს უკან რაღაცებს გიმალავდეთ. არის ეს მომენტი თქვენი პარტნიორისგანაც. ვნახოთ, აბა რა არის ეს, რას გამოც ვერ ივიწყებთ ამ ადამიანს. ბოდიში ცუგას გამო. ნახოთ, აბა. აქ არის, მოდი ვიტყვი, თქვენი ძლიერი ემოციური ფონი ამ ადამიანთან. თქვენ აქ გაქვთ ემოციები, თქვენ აქ გაქვთ სიყვარული და თქვენც რაღაც მომენტში გეშინიათ სტაბილურობის დარღვევის. ხოლო თქვენ პარტნიორს არა, სტაბილურობის დარღვევაში გულისხმობა ის, რომ თქვენ შეიძლება იყოს მომენტი, რომ
პირობა რო წაუყენოთ, მე თუ მაგალითად სხვა ან რამე არჩევანი გააკეთოს, გეშინიათ რომ პარტნიორი თქვენზე არ გააკეთებს არჩევანს და ამიტომ გირჩევნიათ რომ რაც არის ისე იყოს და რაც ამ მდგომარეობა ეს შეინარჩუნოთ. აქ ემოციური გადახლართვა პარტნიორებს შორის ძალიან დიდი ემოციური მჭიდრო კავშირი გაქვთ და ვერ ახერხებთ. ანუ წარსულის გაშვებას და წარსულის გადასრულებას თქვენს პარტნიორთან ვერ ახერხებთ. ანუ გაკვეთილი ფილოსოფიურად რომ ავხსნათ, კარმული გაკვეთილი ჯერ აქ ბოლომდე გავლილი არა გაქვთ ძალიან ბევრ თქვენთანაც და პროცესში ხართ. პროცესი არა. ანუ შეიძლება გაკვეთილი კარმული იყოს ის, რომ წინა სიტუაციებში რაღაცები ისწავლეთ, წინა ურთიერთობებში, ან ამ ურთიერთობებში, მაგრამ ბოლომდე ამოწურული არ არის თქვენ ყველაფერი არ გისწავლია თუ ხეშად ვთქვათ ამ ურთიერთობაში და ამიტომაც ხართ გაჩერებულები და სანამ არ ამოწურავთ, მანამდე იჯდებით ამ სიტუაციაში და მანამდე იქნებით ამასთან ერთვის თქო შიში თქვენი მხრიდან პარტნიორის დაკარგვის. შიში ამის გამო შეიძლება მზად იმის გამო რომ გეშინიათ მზად ხართ აიტანოთ მესამე პირების სიტუაცია, თვალები დაგუჭოთ რაღაცეებზე, აიტანოთ გულის ტკივილები, ტკენები, რაც აქ არის ჩიხური სიტუაცია, მაგრამ თქვენ ანუ მიზეზი იმის თუ ვერ შორდებით არის ემოციური მიჯაჭვურობა და პლუს ის რომ გაკვეთილი არ გაქვთ ბოლომდე გავლილი. ნახოთ ისე საინტერესოა რა გაკვეთილი უნდა ისწავლოთ ამ პარტნიორთან, რა არის ის რაც უნდა ისწავლოთ თქვენ პარტნიორთან ურთიერთობაში. საინტერესოა რა არის ეს. ოჰო. გაკვეთილი ესეთია, აქ თქვენ ანუ ემოციური ფონი უნდა გათიშოთ და დააბალოთ და დახიოთ უკანა პლანზე. თქვენ უნდა ისწავლოთ საკუთარი საზღვრების დაცვა პარტნიორულ ურთიერთობებში. თქვენ უნდა ისწავლოთ თქვენი აზრის გამოხატვა. თქვენ უნდა ისწავლოთ ყველას მიუჩინოთ ადგილი მათ შორის თქვენს პარტნიორს, თუ რამე მასში არ მოხდეთ და გაღიზიანებთ, ეს გაქვთ სასწავლი. უნდა შეგეძლოთ გადაწყვეტილებების მიღება. იქ სადაც დასასრულებელია ურთიერთობა, უნდა დასვათ წერტილი, იქ სადაც გასაგრძელებელი უნდა გაგრძელოთ. თქვენ ამ ურთიერთობაში ასევე უნდა ისწავლოთ თქვენი ქვეცნობიერიდან წამოსული იმპულსები რას გეუბნებიან. ანუ თქვენ უნდა შეძლოთ საკუთარი თავის ძალიან ღრმად მოსმენა. ოღონდ ეს არ უნდა იყოს ემოციებზე აყოლით, ხო ხვდებით? აი მაგალითად ესეთი რაღაც შეიძლება იყოს, აი სწავლაზე რო თქვათ რაღაცა საქციელის გაკეთება მოგინდათ. ან რაღაცის ჩადენა, ან რაღაცამ გაგაღიზიანათ. უნდა გაანალიზოთ საიდან მოდის ეს გაღიზიანება, თვით ფსიქოანალიზს რო ეძახიან, თვით ანალიზს რო ეძახიან, დაახლოებით შეიძლება ვთქვათ, რომ ამით უნდა დაკავდეთ. თქვენ უნდა გახდეთ ძალიან თავდაჯერებულები პარტნიორულ ურთიერთობაში, ძალიან მკაცრები, ხისტები, მომთხოვნები, იქ სადაც საჭიროა. ამასთანავე ვიტყოდი, რომ შესაძლებელია გაკვეთილის სწავლაში იყოს კიდე ვარიანტი, რომ იყოთ უფრო მოქნილები, შეგეძლოთ სადაც საჭიროა იქ პირდაპირები იყოთ, სადაც საჭიროა დიპლომატია გამოიჩინოთ და უკან დაიხიოთ. ლავირების კარგი უნარი შეგეძლოთ. აი გაკვეთილები ძალიან ბევრი რამე აქ ასეთვისებელი და სასწავლი. ნუ თავისთავად ემოციების კონტროლი და ის რომ რაღაც საკითხებზე თქვენს მხრებზე აიღოთ გარკვეულ მომენტში ვალდებულება, პასუხისმგებლობა და თქვათ გადაჭრათ. ან თქვენ კი არ უნდა უყუროთ პარტნიორს ის რას გადაჭრის და ის რას მოიფიქრებს. პირიქით, თქვენ თუ რამე არ მოგწონთ, ან თუ თქვენ რამეს მიღწევა გინდათ, შეგიძლიათ საკუთარ თავზე აიღოთ ეს პასუხისმგებლობა და თქვენვე გადაჭრათ საკითხები და თქვენვე იმოქმედოთ. თავდაჯერებულობა თვით შეფასება აქ ასამაღლებელია, ეს გაკვეთილი სასწავლია პარტნიორთან და საზღვრების დაცვა, საკუთარი საზღვრების დაცვის პრობლემას ხედავ ბევრ თქვენთანთან. მოკლედ თუ მოგეწონათ ვიდეო და ლაიქით გამოიწერეთ ჩემი გვერდი, ასე ძაღლის ყეფის ფონზე ჩავწერე ვიდეო.